საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილი დაიკავა. ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 5.2% შეადგინა. საქონლის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი, 32%-იანი ზრდა ტურისტული ნაკადების მიღების თვალსაზრისით. როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოზანაძე აცხადებს, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად მუშაობს იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. ჩვენ გვაქვს მკვეთრად დადებითი ტენდენციები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რაც გამოიხატება იმაში, რომ იანვრის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5.2% შეადგინა, რაც არის ძალიან პოზიტიური მაჩვენებელი და პრაქტიკულად გარღვევა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ყველა ციფრი ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი შემცირება იქნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, რომელიც ტრადიციულად პრობლემატურია ჩვენი ქვეყნისათვის და ეს მონაცემები ასევე მნიშვნელოვნად მუშაობს იმისათვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და ჩვენ ამ ტენდენციას ბოლო პერიოდში ვამჩნევთ.